წინადლის პრემიაზე ვისაუბრებთ, რომელიც გამოაცხადა ზურაბ ჟვანიას ფონდმა. მინდა წარვადგინო ჩვენი სტუმრები, ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი, ამ პრემიის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელი, მოგესალმებით ბატონ ზურაბ და რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და ასევე ანა ჩადუნელი მხატვარი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ზურაბ, თქვენგან დავიწყებთ რა თქმა უნდა და გითხავთ ამ პრემიის შესახებ. რამდენი ხანია რაც არსებობს, ვიცით რომ დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ვის აქამდე არ იცის, იქნებ გადავავლოთ თვალით ცოტა წარსულს და შემდეგ უკვე სიახლეები. დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგვიწვიეთ სტუდიაში და იმისათვის, რომ ამ პრემიით დაინტერესებულია თქვენი ტელევიზია, შარშანაც იყო ამის თაობაზე საუბარი. ეს ყველაფერი დაიწყო დიდი ხნის წინათ, შეიძლება ითქვას იმ საუკუნეში, ხო? 98-ში თუ არ მეშლები. დიახ. ნუ მაშინ მე ახალგაზრდობის საქმის დეპარტამენტში მუშაობდი, ხელმძღვანელობდი და ჩვენი ჯგუფი შესაბამისად ხელისუფლება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი ზურა ჟვანია იყო, მუშაობდით ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის პროგრამაზე და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება გავმართეთ. ახალგაზრდა შემოქმედები და მეცნიერები წავიყვანეთ წინანდალში. არაჩვეულებრივი დღეები იყო ეს, მეც ძალიან რომანტიკულად მახსენდება და ამ პროგრამის მონაწილეებსაც დღესაც როდესაც შევხვდებით ხოლმე, იქ იყო ბევრ რამეზე საუბარი. მაშინ ძალიან უჭირდა სახელმწიფოს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ არა მხოლოდ ამ თემაზე, რასაკვირველია, როდესაც იმ შეკრებაზე ახალგაზრდა პოეტები, მწერლები, კინორეჟისორები, მსახიობები და მეცნიერები იყვნენ შეკრებილნი, მსჯელობდნენ ძალიან ბევრ რამეზე და მათი მსჯელობა, მათი წინადადებები ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს ხელისუფლებისათვის და მინდა გითხრათ, რომ ზურა ჟვანია ასეთ ხელისუფალს წარმოადგენდა. ჩამოვიდა ის სტუმრად, რათა მოესმინა ამ ახალგაზრდებისათვის და ნუ ერთ-ერთ საღამოზე ჩვენთან სტუმრად იყო მაშინდელი გუბერნატორი კახეთისა გია არსენიშვილიც და იქ გაჩნდა ასეთი იდეა, რომ რატომ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო პრემია, ნუ სერიოზული, სოლიდური პრემია ახალგაზრდებისათვის. მათ ძალიან დიდ ხანს უნდა იღვაწონ იმისათვის, რომ მათ მიიღონ სახელმწიფო და რუსთველის პრემიები, მაშინ რომ არსებობდა. და ეგება უფრო ადრეც შესაძლებელი ყოფილიყო, რათა წახალისებულიყვნენ ეს ახალგაზრდები და მოტივი გასჩენოდათ. და მართლაც ეს სურვილი იქცა საქმედ და ორჯერ ზურას პატრონაჟით მოხდა ამ პროგრამის პროექტის განხორციელება. შემდგომ უკვე იყო ვარდნა, უკვე დიდი ხანი გავიდა მას მერე და აი ზურას მეუღლემ, ქალბატონმა ნინომ, უკვე ზურას ფონდის სახელით მიმართა დღევანდელ პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომ ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინა, რათა აღდგენილიყო ეს პრემია. და მართლაც და სასახელოდ პრეზიდენტისა მადლობა მას ნამდვილად დაეხმარა იგი ქალბატონ ნინოს და ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს და შარშან განხორციელდა უკვე აღდგენილი წინადლის პრემია. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მიმშვენებენ გვერდს, ესენი უკვე ამ პრემიის ახალი ლაურეატები არიან. კი ბატონო, ძალიან კარგი. მინდა თქვენს კითხოთ მონაწილეობის შესახებ, ძალიან სასიხარულოა რომ აღდგა ეს ტრადიცია და აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, ხელოვანებს საშუალებას იმისას, რომ უფრო მეტი სტიმული ქონდეთ და უფრო მეტად აკეთონ თავიანთი საქმეები. ნუ გასაგებია, არც ერთი ადამიანი რა თქმა უნდა პრემიის გამო არ აკეთებს და არ იწყებს თავის შემოქმედებას, მაგრამ ერთგვარი წახალისება რა თქმა უნდა არის. თითოეულს კითხავთ და შემდეგ უკვე სიახლეებზეც ბატონი ზურაბ გასაუბრებ. მარიამ, შენგან დავიწყოთ. კარგით. დიახ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ძალიან კარგი წახალისება არის. მახსოვს, როდესაც თავიდან ამ პრემიის შესახებ გავიგე, ძალიან გამიხადა, ქალბატონ მაია კიკაბიძე მითხრა, რომ შევიტანო შენ ფილმსო. და ძალიან გამიხადა, იმიტომ რომ საქართველოში სამწუხაროდ არ ვართ განებიურებული ახალგაზრდები, სხვადასხვა პრემიებით, განებიურებული კი თითქმის მე მგონი არც გვაქვს. და როდესაც ახალგაზრდა ძალიან ბევრს შრომობს, როდესაც ძალიან ბევრს სწავლობს
გარდა იმისა, რომ ფინანსები ჭირდება ამ ახალგაზრდას, ჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, რომ რაღაც სტიმული ჰქონდეს, რომ გააგრძელოს თავისი საქმიანობა და უფრო წარმატებული იყოს ის და ამისათვის ძალიან დროული და კარგი იყო რომ აღდგა ეს პრემია და არ ვიცი, მე მაგათად ძალიან გამიხარდება, როდესაც გაგრძელდება ეს ძალიან წარმატებით და ასევე თუ დაემატება კიდევ სხვადასხვა ნომინაციები ხო? ნომინაციები პრემიებს სხვადასხვა პრემიებს სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ცოტა არის ესეთი სახის პრემიები კი არ არის მე მგონი მე არ მახსენდება ასეთ პრემია რა თქმა უნდა და ასევე კარგია ის რომ ეს პრემიის დაჯილდოება ხდება ახალ წლებზე წლის დასაწყისში და მე კარგად მიყვება ხო ეს სიმბოლურია რომ ახალი წელი დაიწყონ ახალი იდეებით მე ვიცი პრემიები არ ვიცი მაგრამ იცი რომ ძალიან ბევრი წარმატება გაქვს კინოს კუთხით და აქ ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე კითხავ რა ხდება შემოქმედებაში მაგრამ ჩემ შემოქმედებაში საბედნიეროდ ნამდვილად 2015 წელი ძალიან კარგად დაიწყო ამ პრემიით და ძალიან კარგად მთავრდება ვიღებ ამ ეტაპზე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს დაახლოებით 60-70% გვაქვს გადაღებული ფილმის ამ ეტაპზე რაღაც გარკვეული მიზეზების გამო გადაღებები გვაქვს შეჩერებული მაგრამ და ეს კითხვა სად იღებ თუ უნდა მივხვდები ან რა თემაზე იღებ სიყვარულის თემაზე და ვიღებ სვანეთში ყაზბეგში იყო გადაღებები ყაზბეგშიც იყო და კასპში ქონდა კიდევ რამოდენიმე დღიანი გადაღება და მე როგორ ეს ფილმი გავა საერთაშორისო კუთხით და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ კანის კინოფესტივალზე გავაგზავნოთ იმიტომ რომ ყველანაირი პირობა გვაქვს ამისი ჯერჯერობით ცოტა მეტი მუშაობა გვიწევს იმიტომ რაღაც შეფერხებები ქონდა ძალიან სერიოზული მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოესწრება და როდისთვის დასრულდება დაახლოებით როდის გეკითხავთ დაახლოებით თვითონ გადაღების დასრულებას უკვე ფიქრობ დეკემბერში ფიქრობთ გადაგრძელებას და დასრულება სადღაც იანვრის მაქსიმუმ 10 რიცხვამდე უნდა დასრულდეს და შემდეგ მონტაჟს ფიქრობთ ხორვატიაში დაინტერესებულია მსოფლიოდან სხვადასხვა პროდიუსერები ამ პროექტით და მათ შორის ხორვატია რომ პოსტპროდუქცია გავაკეთოთ იქ გახმოვანება, მონტაჟი, ფერის კორექცია და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ არის ჩვენი მხრიდან თანხმობა, არ ვიცი არის თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ კაი სტუდია გვაქვს აქ საქართველოში და შეიძლება არც იყოს იმის საჭიროება, რომ იქ წავიდეთ, მაგრამ შეიძლება წავიდეთ კიდევ არც ეს პროდუცერზეა უკვე დამოუკიდებელი. მაგრამ თებერვალში უკვე დასრულებული უნდა გქონდეს ფილმი, რომ მე წარმატება გისურვო, ისეთივე წარმატება გქონდეს და უფრო მეტი როგორც დინოვას ქონდა. ანას მინდა ვკითხო რა თქმა უნდა, პრემიის შესახებ, მონაწილეობის შესახებ, აი რა მოგცა ამ კონკურსში ამ პრემიისთვის მოსაპოვებლად ბრძოლა შენ და საინტერესოა უშუალოდ შენი შემოქმედებაც, რადგან აქ ხარ ვისარგებლებ შემთხვევით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ არ ვიცოდი თუ დიდი ხნის ისტორია ქონდა წინანდლის პრემიას და რომ გავიგე ეს კონცეფცია, ანუ ინსპირაციული იყო, იმიტომ რომ ან რაღაც რამდენიმე წლის წინ როცა საქართველოს რაღაც ძალიან გაჭირვებული იყო პოლიტიკურად არ ვიცი რაღაც სულ მდგომარეობაში იმყოფებოდა მაშინ ზურაბ ჟვანიას ეს კონცეფცია გაუჩნდა რომ ახალგაზრდებს სჭირდება წახალისება მე კი დიდი პაუზა იყო ამ წინანდლის პრემიებს შორის მაგრამ ანუ იმ დროსაც როცა ეს პრემია კიდე განახლდა მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ მუშაობ შენ ახალგაზრდა ხარ და თან მხატვარი ხარ და რომ გეკითხებიან სად მუშაობ და ეუნები მხატვარი ხარ ძირითადად აღიქოვენ მუშევარი ანუ არ ითვლება ეს პროფესიად და რაღაცნაირად უნდა გათანასწორდეს სხვადასხვა პროფესიებთან მხატვარი ხელოვანი რომ ან შემოქმედი ადამიანი ხარ და ანუ აუცილებელი არ არის რომ რაღაც გაფორმებულ სტანდარტებში იყო შეიძლება შენ საკუთარ სტუდიაში იყო შემოქმედი ადამიანი და საკუთარ სახელოსნოში მუშაობდე სხვებზე მეტად. სადაც რო უყურებენ, როდის გახდებოდ რომ წავიდე, მაგაზე უფრო მეტად, ხო? და ან წინანდლის პრემია ან მაგითი იყო მნიშვნელოვანი, რომ ანუ ერთ-ერთი დარგი, რომელშიც ჯილდო გადაეცემოდათ ადამიანებს, იყო სახვითი ხელოვნება და თუმცა აქ დიდი კონკურენციაც იქნებოდა ალბათ ადამიანთანხმები. ანუ კონკურსად არ აღვიქვავდი, საპასუხისგებლო იყო რომ ამირჩიეს, მაგრამ ანუ თავიდანვე არ აღვიქვი კონკურსად, ანუ ნომინანტები ვინც ვიყავით, ყველანთანასწორი ვიყავით, უბრალოდ რაღაც სტანდარტულ ფორმაში ჩდება ხომ ყველა კონკურსი, მაგრამ მაინც მგონია რომ ყველა ხელოვანი გამარჯვებული არის იმით, რომ წინანდლის პრემია არსებობს. კი ბატონო, რა ნამუშევარი წარადგინე კონკურსისთვის? ჩემი
კოლაჟი იყო ნახატების და ფოტოების, რომელიც ნორვეგიაში რეზიდენციაში ყოფნის დროს გავაკეთე. ეს ნამუშევარი იმიტომ წარვადგინე, რომ თავის თავში მოიცავდა ინსტალაციაც იყო მხატვრობაც, ფოტოც და ან არ მინდოდა ერთი რაღაც ორგანზომილებიანი ნამუშევარი ყოფილიყო უბრალოდ ბრტყელი, მაგრამ ის სხვადასხვა მედიაში ვმუშაობ, ვიდეო, ინსტალაცია, მხატვრობა, მაგრამ რატომაც გადავწყვეტე, რომ ეს ერთი ნამუშევარი ეყო. ძალიან კარგი. ახლა რა ხდება შენ შემოქმედებაში, ესეც გითხარი. ახლა ვმუშაობ ჩვენთვის დამოუკიდებლად. ანუ ვიყავი შვეიცარიაში რეზიდენციაში, სადაც მქონდა საკუთარი სახელოსნო, მუშაობდი 4 დღით, ახლა ჩამოვედი და ისევ საქართველოში ვაგრძელებ მუშაობას. იქ ყოფნის პერიოდზე რას გვეტყვიანი? შვეიცარიაში. აი შემოქმედებითაც საინტერესო რამდენად იყო შენთვის, როგორც ხელოვანისთვის, როგორც მხატვრისთვის. და ის იყო საინტერესო კიდე პარალელები გავუვლე, იქაც ხომ არსებობს რაღაც ფონდები, რომლებიც ეხმარებიან ახალგაზრდებს და ან იმხელა ძალას გაძლევს ეგ, რომ შენზე ვიღაც ან შენ ნამუშევარს ვიღაც აფასებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ან მხოლოდ საკუთარ სტუდიაში დამოუკიდებლად საკუთარი თავისთვის კი არ ქმნი, ანუ ვიღაცა საბოლოოდ ვიღაცამდე მივა ეს შენი მესიჯი, თუნდაც წინანდლის პრემიამდე მივიდა საბოლოოდ ხომ მესიჯი. ბატონზრობ, ძალიან საინტერესო ნომინაციები გაქვთ და მინდა რომ გავაჟღეროთ თუ შეიძლება. და წლევანდელი სიახლეები თუ არის რაიმე? კი ბატონო, ტრადიციულად ჩვენ ვაჯილდოებთ ლიტერატურაში წარმატებულ ახალგაზრდებს, როგორც პროზაიკოს, ასევე პოეტს. ტრადიციულად ასევე არის კინო, თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება. სიახლე გახლავთ ის, რომ წელს ფოლკლორის ნაცვლად იქნება ფოტოგრაფია და მეცნიერება კვლავ იქნება შენარჩუნებული, იმიტომ რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერებს, ისევე სჭირდება მხარდაჭერა, ისევე სჭირდება იმისი განცდა, რომ ნამდვილად მათი შრომა აუცილებლად მივა შესაბამისად საზოგადოებამდე, ნამდვილად საჭიროა ის ქვეყნისათვის, როგორც აი ახალგაზრდა ჩვენი კოლეგა ანა საუბრობდა. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ 15 დეკემბრამდე შეუძლია ახალგაზრდებს თავიანთი ნამუშევრების წარმოდგენა. ეს პირობები დევს საიტზე, თუ რაიმე დეტალები აინტერესებთ, ასევე იქ შეუძლიათ ნახონ საკონტაქტო ინფორმაცია და დაუკავშირდნენ საორგანიზაციო ჯგუფს, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებიან იმისათვის, რომ სათანადოდ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევარი. და ასაკობრივი კატეგორია საინტერესოა. დიახ, რაკიღა ეს ახალგაზრდებისათვის არის განსაზღვრულია 18-დან 30 წლის ჩათვლით ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთათვის. კონკურსი ტარდება 2 ეტაპად, ესეც შეიძლება იყოს საინტერესო. წარმოდგენილი ბევრი ნამუშევრიდან აირჩევა თითოეულ ნომინაციაში 3, ხოლო შემდგომ იმ 3-დან 1 გახდება გამარჯვებული. თუმცა, როგორც თქვეს ჩემმა მეგობრებმა, თავისთავად მონაწილეობაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. თავად კომისიის წევრებზეც თუ გეტყვით, ვინ გამოაქვს გამარჯვებული და საფრთხესო თანხაც საინტერესოა. მინდა გითხრათ, რომ კომისიის წევრები თითოეულ დარგში არის ჯერ 3-3 კომისიის თუ ჟიურის წევრი, როგორც გნებავთ ისე ვთქვათ. და ესენი არიან მაღალი პროფესიონალები, ძალიან კარგი პროფესიონალები, თუმცა იმის გამო, რომ მაინც ჩვენს დებულებაში დევს ეს ანონიმურობა, კომისიის წევრების ვინაობას გავამჟღავნებთ მას მერე, რაც მათი შრომა უკვე დამთავრდება. კონკურსი არ იყოვა თითქოს ეს ახალგაზრდებს ვგონიათ, მაგრამ მე რომ მახსენდება რა
შემოქმედებითი ორთაბრძოლები იმართებოდა თვითონ ამ ჟიურის წევრებს შორის, იმიტომ რომ ბევრია ღვთისყალობით ძალიან ბევრია ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი და მეცნიერი და ბევრი მაღალი დონის ნამუშევარი არის ხოლმე წარმოდგენილი. უბრალოდ პრემია ერთია, ნომინანტები შეიძლება იყვნენ მხოლოდ 3, ამიტომ სხვა გზა არ არის, უნდა საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შეარჩიოს იმ სამკაციანმა ჟიურიმ. პრემია საკმაოდ სოლიდურია, მინდა გითხრათ, 5000 ლარი გახლავთ და ჩვენი ახალი წელი დაიწყება. შეიძლება ერთი ფილმიც კი გადაიღოს, არა, მოკლე მეტრაჟიანი, ხუმრობ რასაკვირველია. და ასევე არ დარჩებიან გულნატკენი ის ნომინანტები, რომლებიც თქვათ პირველ ადგილს ვერ მოიპოვებენ, მათაც ელით შესაბამისად ჯილდო და დიპლომები. ძალიან კარგი, მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ, გამიხარდა მობრძანება და პრემიაზე საუბარი. Რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით უკვე გამარჯვებულებს ბატონსურობ თქვენთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი გამოთქვა მსურვილს მონაწილეობის მიღებისთვის, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვა ეს ჩვენმა სტუმრებმა, მათთვის ძალიან დიდი ხალისია, დიდი სტიმულია და რა თქმა უნდა, ჩვენს თქვენ გვერდით ვარ და როდესაც რამე სიახლე იქნება, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვითარამშრომლობ და გავაშუქოთ. თქვენთან ერთად მეც უნდა დავამშვიდობო ერთგულ მაყურებელს, დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ გემშვიდობებით ერთმანეთს ხვალ 2:30-ზე უკვე ახალი სტუმრებით, ახალი თემებით ხვდებით. მშვიდობიანი საღამო მინდა გისურვოთ, ნახვამდის.